მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა გესაუბროთ ძალიან მოკლედ განქორწინება როგორ ხდება ფსიქოლოგიურად, შინაგანად და როგორ ან მიდიან, ან ვერ მიდიან უკვე ფიზიკურ ესე იურიდიულ განქორწინებამდე, ხო? მე ჩემ პრაქტიკასაც გეტყვით, თუნდაც კონსულტაციაზე ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ამ პრობლემით, რომ აი მაგალითად დასრულდა ურთიერთობა და ვერ წყვეტენ ნაბიჯი გადადგან და იქ პრაგმატიზმი ირთვება, იქ შიშები ირთვება და 1000 პრობლემა არის, ხო, რომელიც მერე სადღაც უბიძგებს ხოლმე ადამიანს, რომ იქნებ დავტოვო ყველაფერი როგორც არის, მაგრამ შიგნით გრძნობა ხოლმე, რომ სადღაც გაიყინა დროსა და სივრცეში ადამიანი. ამას ძალიან მოკლედ გეტყვით, რატო ხდება. ასტროლოგიაშიც არის ხოლმე ჩვენთან ამის კომბინაციები, აი თუნდაც სინასტრიას რო ვეძახით, შეთავსების რუკას რო ვეძახით, საერთოდ როგორ არის ისეთ, რომ ყველა ადამიანს გვაქვს შინაგანი მოთხოვნილებები. დაბადებიდან მოყოლებული და ეს ნელ-ნელა ვითარდება და ეს მოთხოვნილებები არის, ძირითადად ბირთვი არის, რომ სიყვარულის მიღება უნდა ადამიანს, რაც უფრო ბავშვობაში ტრამვული ურთიერთობები ქონდა, ხო, აი მშობლებთან მაგალითად, რომ მშობლები ახლა იმას კი არის, შევს ტრამვა მე მომაყენონ. შეიძლება იქ მათ ცხოვრებაში უყურებდი რაღაც ისეთ მნიშვნელობას, რომელიც ჩემთვის იყო სადღაც ტრამვული, ხო? და შესაბამისად მე იქ მიყალიბდება ძალიან ბევრი არაცნობიერი სურვილები ან არაცნობიერი ტრამვები, რომელიც მე უნდა გადავიტანა ეს პირად ურთიერთობაში. ესე ხდება ხოლმე, ხო? და აი ამ ტრამვებით, როდესაც მივდივარ და ამ სურვილებით, როცა მივდივარ პარტნიორულ ურთიერთობაში, ასევე იქით მეორე მხარეს მხდება ანალოგიური ტრამვები, არა ამ მსგავსი ზუსტად ანალოგიური სურვილები. და აი ეს ხდება ურთიერთობაში, რომ სადღაც იქ გადის დრო და ნელა ხვდებით, რომ ეს სურვილები არ არის დაკმაყოფილებული არც ერთი მხრიდან. ანუ სადღაც არის ხოლმე, რომ თითქოს შევხვდით ადამიანს, მაგრამ შევხვდი როგორც პოტენციურ ჩემი სურვილების დამაკმაყოფილებელ ობიექტს და არა თვითონ პიროვნებას, ხო? აიცით, ცოტა კიდე შევიდა რომ მოუარო, ნებისმიერ სფეროს სჭირდება სადღაც მინიმუმ გარკვეულები უნდა ვიყოთ, ხო? აი რაღაცნაირად უნდა ვფლობდეთ მეტ ინფორმაციას. აი უფრო აი მაგალითად თუ ჯანმრთელობის რაღაც სერიოზული პრობლემა გვაქვს, ზოგჯერ ვერ ყვევით იმ სფეროში, ხო? რაღაცნაირად ვკითხულობთ, თქვათ რაღაც იქ ინტერნეტში ვეცნობით ინფორმაციებს სიტყვაზე, ან თუ მაგალითად ბავშვის აღზრდაზე არის საუბარი, შეიძლება რაც უფრო მეტად ვერ ყვევი ბავშვის ფსიქოლოგიაში, რაც უფრო მეტად ვერ ყვევი როგორ უნდა მივუდგე ბავშვს, მით უფრო გამიადვილდება ბავშვთან ურთიერთობა, ხო? ანუ ყველაფერს სჭირდება განათლება, ინფორმირება. ასევე არის პირადი ურთიერთობების, მეგობრებო, ადამიანებთან ურთიერთობა არის ძალიან დიდი ხელოვნება. და ესეც მოითხოვს აუცილებლად ფსიქოლოგიურ სიხრმეს. აი წარმოიდგინეთ, ახლა მე რო წავიდე პედაგოგიკაში, ოღონდ წარმოიდგინე არ მქონდეს იმ საგნის, რაშიც მივდივარ, ხო? აი ესეთი რაღაც არის ურთიერთობაც. ანუ ჩვენ, როდესაც ან ქორწინდებით, ან სასიყვარულო ურთიერთობაში ვართ, ხო, არ ვიცით რა ხდება ურთიერთობაში საერთოდ. რა ტრამვები ახდენს გავლენას, ანუ ბრმად მივდივართ, საერთოდ ბრმა ვართ ურთიერთობაში, ვერ ვხედავთ ჩვენ რა პროგრამები გვაქვს, ვერ ვხედავთ, რომ შეიძლება მე მამის მოდელში ვარ, ან საერთოდ დედის მოდელში ვარ, მაგალითად და პარტნიორს ვირჩევ უკვე, რომ მამის მოდელში იყოს სიტყვაზე, ეს ყოველთვის ესე ხდება, ხო? თუნდაც მეც შემჩნევია, რომ თუ არის რაღაცნაირად მამის მოდელში ადამიანი, ჩემს ფსიქოტიპში და გულისხმობ ახლობლობასაც არ არის მარტო მთლად პირადი ურთიერთობა, მე შეიძლება დეიჩემის მოდელზე დავჯდე, ესე ვიძახით ხოლმე, ხო, ან პირიქით, ხო? ანუ ესეთი ენერგიები, აქ უკვე ვლაპარაკობთ ხოლმე ველის თეორიას, როდესაც ველში არის რაღაც ენერგია, ვიზიდავთ ამ ველის შესაბამის ადამიანებს. ზოგჯერ პოლარობებსაც ვიზიდავთ, სრულ პოლარობას, აი რადიკალურ პოლარობასაც, რომ დაბალანსდეს ის მეორე პოლარობა ჩვენში. ანუ აქ ცოტა ეზოთერიკაც რო შემოვიყვანოთ, ენერგეტიკული დონე, ხო? აქ ენერგეტიკულ დონეზე ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აქ შავი მთვარეც არის ძალიან ჩართული, სატურნიც არის ძალიან ჩართული პირად ურთიერთობებში, ვენერა მარსის მიღმა, ხო, ეს არის სურვილი, მოწონება, ფლირტი, მეხუთე სახლიც თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობები, მაგრამ ღრმა კარმულ პროგრამებში ჩვენ შევდივართ ჩვენი კარმული ესეთი ენერგიებით, ხო? ცოტა ეზოთერიკა რა შემოვიყვანოთ, აქ არის უკვე აი ეს პოლარობები, რომელსაც ჩვენ არ ვცხოვრობთ, რომელიც გვინდა ჩვენ ადრეც ვისაუბრე ამაზე პირად ურთიერთობებში, რომ გვინდა ის ჩრთილი
რომელიც ინტეგრაციასაც ჩვენ არ ვახდენთ სხვაში დავინახოთ და სხვა შეასრულოს ის როლი, რომელიც ჩვენ არ გვინდა რომ ვაწარმოოთ, ეს უკვე ძალიან ის დედიკო და მამიკოს ცილდება და ღრმაკარმულ პროგრამებზე გადადის ხოლმე, მაგრამ რა ხდება, იცით, გადის წლები და ზოგი უფრო გვიან ხდება, ზოგი უფრო მალე ხდება, რომ აი სადღაც ჩვენი მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული. რაც უფრო ეს რადიკალურად განსხვავებული არის, აი ხა მაგალითად 10 პუნქტიდან 8-ს ვერ ასრულებს პარტნიორი, ხო, სადღაც. საერთოდ ვერაფერს ვერ მიკმაყოფილებს, მაგრამ მე შეჩეული ვარ ბავშვობიდან, რომ ჩემი სურვილები არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. სიტყვაზე, ხო? აი პირად რუკაშიც უყურებთ ხოლმე, როცა არის ბევრი ესეთ პირადი პლანეტა დაზიანებული, მაგალითად, ხო? ან იქ ბავშვობის პერიოდი არის დაზიანებული. ამ შემთხვევაში უკვე ჩანს, რომ ადამიანს აქვს დასწავლილი ეს ნეგატიური სცენარიო, ჩემი სურვილები არ შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული. შესაბამისად, მე თუ შევდივარ უკვე ამ პროგრამით, რომ წინასწარვე, აი ციყვის ბორბალში ვტრიალებ და ერთ წერტილზე ვიტრიალებ ყველგან, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა საკმაოდ ზოგჯერ დრამატულ ხასიათსაც იღებს. შემდეგ რა ხდება? ახლა მე გეტყვით უფრო ქალების გამოცდილებასაც, ხო, როცა უნდათ უკვე დაასრულონ ურთიერთობა, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამენ. იქ რა თქმა უნდა, არა მხოლოდ შემოდის იქ სოციალური ფაქტორები, არა მხოლოდ შემოდის შიშები შინაგანი, ხო, რომ აი მარტო არ დარჩე, ვინღა შემომხედავს, ვიღას ეყარები და მოკლედ ეს ტრავმები შიშები და ეს შინაგანი ბზარები ფსიქოლოგიური ამოტივტივდება ხოლმე და სხვათა შორის საკმაოდ სერიოზული გაბედულება არის ხოლმე ეს გაბედვა შინაგანი და სიმამაცე არის ხოლმე საჭირო, როცა არ უნდა ადამიანს ურთიერთობა და იქიდან მოდის. იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის. ხო და მარტივი არ არის კი არა, იცით როგორ რაღაც არის? განსაკუთრებით რაც უფრო ბევრი წელი არის ადამიანი, ხო, ურთიერთობაში, ის ურთიერთობა აღარ არის უბრალოდ მარტო ურთიერთობა, ხო, იქ არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მახსოვრობა, ჩვენი წარსული. ჩვენ ამ წარსულსაც ვეჯაჭვებით. მიუხედავად იმისა, რომ აი ზოგს უთქვამს, რომ რო გავიხედოთ 15 წლის მანძილზე, მე ბედნიერი არ ყოფილვარ. მაგრამ ეს ხო ჩემი იყო, ჩემი ნაწილი იყო, ხო და თითქოს ამ წარსულსაც მისტირიან ხოლმე. ამ დროს პრაგმატულად რო დავუკვირდეთ, არაფერი მისატირი არ არის, ბედნიერება არ იყო, ხო, მაინც და მაინც, მაგრამ სადღაც აი ჩვენში დევს, აი მარტივად რო აღხსნათ კომუნისტურ პერიოდს რომ მისტირიან ხოლმე, ხო, ეს ძველი თაობა, ძველი თაობა ოღონდ და სინამდვილეში თავის ახალგაზრდობას მისტირიანო, ხო? აი ესეთი რაღაც არის დაახლოებით, როცა დიდხანს ცხოვრობთ ადამიანთან, იქ ჩდება მიჯაჭვულობები უკვე არა მასთან, არამედ ჩვენს თავთან იმ წარსულში. სადაც ახალგაზრდები ვიყავით, სადაც ლაღები ვიყავით, ასე თუ ისე მაგალითად, მაგრამ სხვა არ ვიცით, ხო? აი სხვა როგორ შეიძლება ვიყოთ ბედნიერები. აქ შეიძლება უყუროთ, რომ დედა არ იყო ბედნიერი ურთიერთობაში, ბებია არ იყო ბედნიერი ურთიერთობაში, ანუ ჩვენ ბავშვობაში არ არის აქ მაინც რომ ჩვენ როგორ გვექცეოდნენ, ვისრუტავთ, ახლა მე-7 სახლი ასტროლოგიაში ბებია ბაბუის სახლი არის, იქ უყურებ ხოლმე მაგალითად, რომელიც ანარეკლი არის პარტნიორული ურთიერთობის, სხვათა შორის ასტროლოგიაში პირადი ურთიერთობები, მე როგორ შევდივარ პარტნიორულ ურთიერთობებში, ეს ბებია ბაბუის სახლია და არის. ამიტომ განსაკუთრებით პირად ურთიერთობებზე არა მარტო მშობლები ჩვენთან ასტროლოგიაში ბებია ბაბუის ენერგია ახდენს გავლენას. თუ იქ იყო ბევრი წყენები, აი როდესაც არის დაზიანებული მე-7 სახლი, ეს ნიშნავს, რომ ბებია ბაბუასთან ორივე თაობაში არ ვიცით რომელი იქნება. აქ იყო რაღაც ან გამოუთქმელი ბრაზი, ან პირიქით ბრაზი აქტიური, ან წყენები, ანუ ბევრი პრობლემა იყო, რომელიც არაცნობერ დონეზე მე იგივე პროგრამას ვიზიდავ. იგივე პროგრამაში შევდივარ და ისეთივე პარტნიორი უნდა მოვძებნო, რომ დავხურო გენეტიკური პროგრამა, ხო, პრობლემა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ესე ძალიან საინტერესოა ასტროლოგიაში წინაპრების ენერგია როგორ ტრიალებს ჩვენთან და როგორ ავლენს პარტნიორულ ურთიერთობებში თავს. ეს ძალიან ისეთი დაფარული ესეთ პროგრამები არის, რომელიც ფსიქოლოგიაც ამას უყურებს, როგორც გზავნილები, ხო, ფსიქოლოგიური გზავნილები. თუმცა შეიძლება საერთოდ არ ვიცნობდეთ ბებია ბაბუა, საერთოდ არ გვახსოვდეს, მაგრამ ასტროლოგიაში ეს წერია ძალიან კარგად, როგორ ახდენს მე-7 სახლი გავლენას პარტნიორულ ურთიერთობებზე.
ეხლა რაც შეეხება თვითონ ურთიერთობის დასრულებას, ჩვენ თაობას განსაკუთრებით უფრო აქვს აქცენტი შინაარსზე და არა ფორმაზე. ადრე თუ იყო რომ ფორმა ყველაფრის ფასად უნდა შეენარჩუნებინათ, ეხლა რომ ეცადოს ადამიანი ფორმა შეინარჩუნოს, როგორც ეს რაც უფრო ძლიერი არის ადამიანის ენერგეტიკა, მით უფრო დამანგრეველი შეიძლება იყოს ესეთი შეკავებები, ენერგეტიკული შეკავებები, რომ აი მე მაგალითად სადღაც ვაჩერებ ჩემ თავს ურთიერთობაში, ხო? ან სადღაც მე არ ვისწრაფი ბედნიერებისკენ, ხო? აი ბედნიერება როგორიც, თუნდაც შეიძლება მარტო ვიყო და უფრო კარგად ვგრძნობდე თავს, ვიდრე ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ძველ დროში თუ ვითომ არაფერი ისეთი არ ემართებოდათ ფიზიკურად, შეეძლოთ რომ შეგუებოდნენ, მაგრამ აქ ემოციური გაცნობიერებაც იმდენი არ იყო. ახლა თანამედროვეობაში ჩვენი ემოციური ინტელექტი იზრდება ძალიან დიდი სისწრაფით. ემოციური ინტელექტს გულისხმობ, აი შინაგანი გაცნობიერების უნარები იზრდება. ანუ ვეღარ ვატყუებთ უკვე ისე თავს, როგორც ჩვენი წინაპრები ატყუებდნენ თავს. ახლა ადრე მაგალითად აი ეს მასლოუს პირამიდა რო გავიხსენოთ სიტყვაზე, ხო? პირველადი ამოცანა იყო ელემენტარული გადარჩენა, ხო? და იქ ემოცია და ენერგია ბევრი აღარ იხარჯებოდა სხვა მაღალ მატერიებზე. და შესაბამისად, ეხლა ჩვენთან უკვე ძალიან გაზრდილი არის ეს შინაგანი სწრაფი თუ დავფიქსირებთ, რომ უკვე ძალიან ბევრია გაშორებული, მარტოს არიან უკვე ძალიან კარგად, ხო, სიტყვაზე აღარ საჭიროებენ მაინც-ამაინც ხშირად ადამიანებს. ეს არის საკუთარ თავთან დაბრუნება, სადღაც რომ აი მე ნენელა ვხდები ასაკში, რომ ჩემ მოთხოვნილებას ვერავინ ვერ დააკმაყოფილებს ჩემს გარდა. აი აქედან, აი ცოტა ეზოთერული დონით რო გითხრათ, როდესაც მე ამას ვხედავ, რომ ვერავინ ამას ვერ დამეკმაყოფილებს, ვერ გადამარჩენს ვერავინ და კაცასაც აქვს ეს გონიათ ხოლმე ზოგჯერ, რომ აი პირადი ურთიერთობა დაიცავს მათ ან ადიქციისგან, ან რაღაც ესეთი კარიერული პრობლემებისგან, სიტყვაზე, რომ აი კარგი ესეთი გოგო თუ მეყოლება, მე мотивация გამიჩნდება, რომ რაღაცას მივაღწიო ცხოვრებაში. ზოგჯერ ესეც მომისმენია პირად კონსულტაციებზე და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ სადღაც ვეძებთ საშუალებას რაღაცნაირად, რომ მოტივირებულები გავხდეთ ან მიბიძგოს რაღაცისგან. ერთი კუთხით ეგრეც არის, ახლა ქალი თვითონ არქეტიპულადაც ქალმა უნდა უბიძგოს მამაკაცს, რომ როგორ რაღაც არის იცით, რომ ხალი არის გარკვეულწილად რაღაც აი მატერიალური აი სილამაზის ვენერას ენერგია არის, ხო? და აი ამ სილამაზის თუ ესთეტიზმის თუ ემოციის თუ სითბოს ფლობაში რაღაც უნდა გაიყო. ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ და დაუმტკიცო, რომ შენ ღირს იყარ იმისთვის, რომ ამ ქალმა შენში დრო და ენერგია ჩადოს და ახალგაზრდობა ჩადოს. შენ ცოტა შეესაბამებოდი ამ ყველაფერს. თუ ვერ შეესაბამები, ну, მე იქ ეგოს თამაშები მოდის და მთელი ამბები მოდის. ზოგჯერ არის ესეთი რაღაც, რომ ქალებშიც არის ის ტენდენცია, რომ აი ეს ჩაჭერის თემას, რასაც ვეძახით, ხო, იქ პლუტონური ენერგია როცა არის აქ ვენერასთან მაგალითად, ან შინაგანად მე როდესაც არ მაქვს თვითშეფასება საკმარისად და შეიძლება ვეჭიდავებოდე ურთიერთობას, ხო? ან მაგალითად არა ის, რომ მე მინდა უკვე გაშორება, მე პირიქით ვებღაუჭებოდი ამ ურთიერთობას და ნუ ხედავთ ხოლმე, რომ აი პარტნიორს მამაკაც აღარ უნდა ეს ურთიერთობა, მაგრამ ქალი ებღაუჭება, იმიტომ რომ აქაც ეგოს თამაშები არის, რომ გონიათ, რომ ეს ადამიანი თუ წავა მათი ცხოვრებიდან, მათი პიროვნული ეგო და მე ჩამოიშლება, ხო? რაც მასე არ არის ხოლმე, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ჩვენ თვითშეფასება ვინმეზე დამოკიდებული, ხო? ვინმეს მოწონება არ მოწონებაზე ან იქნება ჩვენთან თუ ვეყვარები თუ არ ვეყვარები, ანუ ეს უკვე არასწორი პროგრამებია. ახლა მე ძალიან ზოგადად გიყვებით აი სუფთა პრაქტიკული ასტროლოგიიდან, როცა აქ პლუტონურ ენერგიაზე ვლაპარაკობთ, ვენერას ენერგიაზე ვლაპარაკობთ, აი სუფთა ქალურ თვითშეფასებაზე რო აკიხსნათ, ხო? იმიტომ რომ მარტო ესე არ არის, რომ აი მაგალითად ქალს უნდა წასვლა და ვერ მიდის, ხო? ხშირად არის, რომ კაც უნდა წასვლა ურთიერთობიდან და ანუ ქალი რაღაცნაირად ცდილობს ხოლმე, იმიტომ რომ ეს არა იმიტომ რომ აქ სიყვარული არის, ხო? აქ არის აი თვითშეფასებასთან პირდაპირ შეხება, რომელიც ასევე კაცებსაც აქვს, რომ აი თუ წავა ქალი ჩემგან, ეს მე დამარტყმს თვითშეფასებას. ამიტომ ზოგჯერ ეგოს თამაშები ძალიან სერიოზულად არის ურთიერთობაში, ხო? და
აქედან გამომდინარე ნენელა ეს რაღაც ის ტოქსიკურ ველს ემსგავსება, ხო? ეხლა ჩემთან რომ მოდიან ძირითადი პრობლემები რა არის? მაგალითად, განსაკუთრებით 40 წლამდე, აი 35-დან 40 წლამდე ქალები ჩადეს ყველაფერი ოჯახში, მაგალითად, ბავშვები გაზარდეს, მიუძღნეს თავი ოჯახს, მეუღლეს და ნენელა ხვდებიან, რომ ეს რაც კი მას ჰქონდა, არაფერი არ კმაყოფილდება. ან ემოციური გაუფასურება მიდის მისი, ემოციური გაუფასურებას რას გეუბნებით? ესეთ აი ფსიქოლოგიაში არის პირდაპირ, როდესაც მაგალითად პარტნიორი, მამაკაცი გეუბნება, რომ შენ რაღაცა პრობლემა გაქვს, რადგან რაღაცები გინდა და რაღაცებს ითხოვ, ესე იგი პრობლემა შენში არის, ხო? წინა ვიდეო ჩავწერეთ ვახოკე ჟერაძესთან, გეშტალტ თერაპევტთან, ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა, როდესაც ახსნა ვახო მთლიანად ეს ნარცისული ველი, მაგალითად მანიპულატორული ველი მამაკაცებში როგორ ვლინდება აი ამ გზავნილებში, რომ ჩემში არ არის პრობლემა, შენში არის. აქ ხდება ფარული პასუხისგებლობის არიდება და გადაბრალება პასუხისგებლობის აკიდება ქალზე. საერთოდ ასტროლოგიაში მეგობრებო, პასუხისგებლობის ნაწილი სატურნული ენერგია არის და ეს უკავშირდება მამაკაცურ ენერგიას, ანუ კაცი არის პასუხისგებლობის მთავარი ღერძი. ურთიერთობაში მაინც ასე თუ ისე მამაკაცაკისრია პასუხისგებლობა. ანუ ქალი ჩემთან როგორ იგრძნობს თავს, ის ბედნიერი იქნება თუ უბედური, ეს ქალზე არ არის მაინც დამოკიდებული, ქალზე არის დამოკიდებული როგორ მამაკაცი ირჩევს. მაგრამ აი შემდგომ არჩევანის შემდეგ მამაკაცი არის ეს ქალი, იქნება თუ არა ბედნიერი. ნუ ძალიან ბევრს არ უნდა ხოლმე ამ პასუხისგებლობის გაცნობიერება აღება თავზე და პრობლემა ამაში ვლინდება ხოლმე, იმიტომ რომ ქალი ამას გრძნობს შინაგანად, რომ პასუხისგებლობის ელემენტი აქ არ არის მამაკაცისგან და აქ ფინანსურ უზრუნველყოფას არ გულისხმობ, ემოციურ პასუხისგებლობას, ხო, რომ სადღაც მე ვალდებული ვარ მოусმინო ადამიანს მისი ემოციების კონტეინერება შევძლო, იმიტომ რომ ქალი არის ძალიან ემოციური სტრუქტურა. მთავარი ქალს რა ჭირდება? სიყვარული ჭირდება. აი, როდესაც ჩვენთან მეხუთე სახლი არის დაზიანებული, რა მეხუთე სახლის სიყვარული სახს ვეძახით. აი, გული როგორ მაქვს გახსნილი სამყაროსთან. მამაკაცებთან როგორ ამაქვს გული გახსნილი, ეს ჩვენთან მეხუთე სახლი არის. რომანტიული არის ქალი თუ არ არის, მეხუთე სახლი არის. და როდესაც ეს დაზიანებულია, უკვე ნიშნავს, რომ ამ ქალს შეიძლება ეთკინა გული. ეს აისახება პირდაპირ შვილებზე, იმიტომ რომ შვილების სახლიც არის ამავე დროს მეხუთე სახლი. ჯანმრთელი ყოლება შვილები თუ არა, ეს ჩვენთან მეხუთე სახლი არის. და როგორ პასუხობს მის გულს პარტნიორები, ან მამაკაცები ზოგადად, ხო? ისეთივე შვილები ყავთ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, ხო? ან ისეთივე ბედის შვილები, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, თუ არის მძიმე ღრმა გულის ტკენა, ეს მაინც უფრო კაცების პასუხისგებლობაც არის შესაბამისად, ხო? იმიტომ რომ აი ქალის სტრუქტურა, აი როგორც მაგალითად სიცოცხლის გამგზელებელი, როგორც შვილების დედა სიტყვაზე, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ქალის როლი. და აი ეს ქალის როლი, რომ იყოს უზრუნველყოფილი, აქ მამაკაცური ენერგია არის საჭირო. მამაკაცური პასუხისგებლობა არის საჭირო, ხო? იქ თუ კაცი ატყუებს ქალებს მაგალითად, იქ თუ ბევრ ურთიერთობაში არის კაცი გახვეული სიტყვაზე, ხო? აქ პასუხისგებლობის პრობლემა არის. ანუ კაცურ ეგრეგორთან უკვე კონფლიქტი არის. მე ახლა ბევრ ქალებთან ყოფნას არ გულისხმობ, რომ ეს პრობლემა არის. მე გულისხმობ, აი, როდესაც ერთთან ვერ ჩერდება, ან ორთან ვერ ჩერდება მამაკაცი, ხო? სადღაც მრავალფეროვნება უნდა, სადღაც აი პასუხისგებლობისგან გაქცევა უნდა, იმიტომ ბევრ ურთიერთობაში შესვლა ეს არის პასუხისგებლობის ნაწილის პრობლემა, ხო? სადღაც, იმიტომ რომ მე რო დავფიქსირდე სადღაც, მე რო გავჩერდე სადღაც, მე აქ პასუხისგებლობები უნდა ავიღო ჩემ თავზე. ეს პასუხისგებლობა არ მოითხოვს რჩენას ადამიანის, ეს არის ემოციური პასუხისგებლობა, რომ მე შემიძლია ვიყო კონტეინერი ემოციების ჩემი პარტნიორის. მე შემიძლია დავეხმარო მას თავის გრძნობების გადამუშავებაში სადღაც, ხო? მე მესმის შენი, მე გვერდში გიდგავარ. აი ეს თემა ემოციურად რო იგრძნობოდეს და არა უბრალოდ შალად სიტყვები ითქმოდეს. აი ეს არის ზუსტად ის პასუხისგებლობის ნაწილი, რომ მე შემიძლია ხალხს ვაგრძნობინო, რომ ის დაცული არის და უსაფრთხოდ არის. იმიტომ რომ ის უსაფრთხოება ადრე რაც იყო პირველადი დღეს უკვე ქალს შეუძლია ეს მისცეს საკუთარ თავს. აი რაში ზოგჯერ კაცები მოსულან ჩემთან და აი ეძებენ ურთიერთობას. უნდათ პარტნიორული ურთიერთობა არის განქორწინებული 40 წლის არის ან 48 წლის არის სიტყვაზე და
ნუ უნდა ურთიერთობაში შესულ და აყრიოთ მithქვამს, რომ აი რას შესთავაზებდი შენ ქალს? რატომ დაგირჩიოს? აი ძალიან პრაგმატული კითხვა, ხო? აი რა გაქვს? რა სკილი გაქვს ისეთი, რომ შესთავაზო ქალს შენი თავი? და ამბობენ, აი სახლი მაქვს, მანქანა მყავს, მეორე სახლი მაქვს, ფინანსურად კარგად ვარ და მაგ ასაკში ქალები თუნდაც 30 წლის ეგ ყველაფერი შეიძლება გქონდეს. სხვა რას შესთავაზებ? ისეც, რომელიც იმიტომ რომ თუ შენს კრიტერიუმებში ისეთი ქალი გინდა, ხო? ამბობ სავსე გინდა, დამოუკიდებელი გინდა, ლამაზი გინდა, მომხიბლელი გინდა, ნუ მასეთ ქალებს როგორც წესი ამ ყველაფრის მინიმუმ შოვნა შეუძლიათ, ხო? თავისი ნიჭით, თავისი ინტელექტით, თავის ცოდნით და ამ შემდეგ. რას თავაზობ? მე რა ხალხი ცოტა ისე, ხო? ანუ აი რა თვისებები გაქვს, რა ემოციური ფონი გაქვს, მაგალითად შეგიძლია იქ მოусმინო, შეგიძლია მოიკითხო ადამიანი, მაგალითად მართლა გუწუφად გაინტერესებდეს და არა მასაკუთრეულად, რომ აბა, სადმე ხარ, მიდიხარ, ვინმე ხარ, გაწუხებს და რაღაც ესეთი რაღაცები, ხო? ანუ სადღაც მე ვიჭედებით ერთი მხარეც და მეორე მხარეც. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის ხოლმე ურთიერთობებში, ხო? ძალიან რთული არის დღესდღეობით ქალმა მიიღოს ის ემოციური დაცულობა, ემოციური უსაფრთხოება მამაკაცისგან. პირიქით, მე რასაც უყურებ ხოლმე ხშირად არის უფრო საფრთხე მამაკაცი ემოციურად ვიდრე უსაფრთხოება. მაგალითად შეიძლება იყოს უხეში და აგრესიული, შეიძლება იყოს უტაქტო, შეიძლება იყოს აი პირიქით შენ გთხოვდეს, რომ შენ იყო მისი დაბლოკილი ემოციების კონტეინერი. შენ უნდა მოერგო, შენ უნდა გადაამუშაო მისი ტრამვები ბავშვობის დედასთან ტრამვები სიტყვაზე, ხო? ესეც ძალიან ხშირად არის, უცბად გითხრათ, ძალიან სერიოზული პრობლემა არის ეს. და მე ხო ჩემი ემოციები მაქვს და კიდევ მას უნდა მოვერგო, ხარ გავაღიზიანო, ხა ისე არ უთხრა, ეხლა ცუდ ხასიათზე არის, ცოტა ისე დადის და ხა უნდა მოვერგო, ხა ჩუმად უნდა ვიარო. ანუ იქით რომ უნდა მოერგო მამაკაც და მე რა ხვდებიან ხოლმე რა მარტო უფრო კარგად ვარ რაღაც მინდა ეს ამისი დესტრუქცია და აგრესია და ნეგატივი ვატარო ეხლა მე თან მივხვდათ იმისა რომ ქალი ბევრად უფრო გრძნობს ამ ყველაფერს ხო ვიდრე მამაკაცი სტრუქტურულად ესე არის ხო და კაცი უფრო რაციონალურად არის და იმის თავის გრძნობებს რომ ამ რაციონალურობაში ვეღარ აკვირდება ვერ აკონტროლებს იქ უკვე ეს ქალის პრობლემა ხდება. აქედან გამომდინარე, მიდიან მე ქალები და ისე არიან, რომ ზოგჯერ კაცის დანახვაც აღარ უნდათ. არავინ აღარ მინდა, ეხლა მინდა ჩემი ცხოვრებით დავტყვე. აღარავინ აღარ მიშლიდეს ნერვებს, აღარ მოვერგო. ეს ხდება ხოლმე როგორც წესი 35 წლიდან ნენელა იღვიძებენ და 40 წელი არის უკვე და მანდ გვეპარება ურანის წლები 42 წლის ასაკში, როცა უკვე ბოლო შანსი აქვს ქალებსაც და კაცებსაც, სხვათა შორის, აქეთ შეიძლება კაცისთვის ის ძალიან მშვიდი იყოს, ძალიან ისეთი არა აგრესიული იყოს კაცი და აქაც დისბალანსი იყოს და როგორი უნდა ყავდეს ქალი აგრესიული. და ძალიან ხშირად რბილ, ისეთ მდუმარე კაცებს ყავთ ძალიან ისტერიული ქალები ან ზედმეტად აგრესიულები ან ზედმეტად დომინანტურები სადღაც, ხო? და რომელიც ჩაკრავენ ესეთ კაცებს. და ესეც სადღაც ჯანჭყარი არის ქალებისგან, რომ გამოფხიზლდეს კაცი, ხო? და აი ეს აგრესიული კაცები სადღაც ძალიან ხშირად არის კაცებში უკონტროლო აგრესია, მე არ გულისხმობ აქ ყვირილს და ცემატყეპას, ახლა ესე თუ სხვა ისა პასიური აგრესია მაგალითად, თუნდაც ის რომ აი მე ვიყო აი ძალიან ცუდ ხასიათზე და ვატარებდი ამ ნეგატივს ოჯახში სადღაც, ხო? ან არ ვერეოდეს საერთოდ ოჯახში, აი არ მაინტერესებდეს, იქ შვილები რას აკეთებენ მაგალითად, არ ვკითხულობდე ფორმალურად ხოლოდ. ესეც გარკვეულწილად შინაგანი არიდება არის, ხო, ოჯახური ურთიერთობებისგან და შინაგანი აგრესიაც არის, რომ მე არ მინდა თქვენთან ყოფნა, ხო, სადღაც, ანუ შეიძლება იყოს ის, რომ კი მინდა, მაგრამ ეხლა იმდან სხვა პრობლემები მაქვს, ემოციური და ფსიქოლოგიური და ამას ვერც ვაგვარებ და ვერც ხვდები, რომ ეს პრობლემები მაქვს, რომ მე თქვენთვის ეხლა დრო და ენერგია აღარ მაქვს. აი ზოგჯერ ყოფილა ურთიერთობაში, აი მაგალითად შედის ტოქსიკურ ურთიერთობაში ახალგაზრდა გოგო არის, მაგრამ უკვე გამოცდილი და აქვს უკვე ესეთი მრავალწლიანი იქ 3 წელი იყო, 5 წელი იყო რაღაც ურთიერთობაში და უკვე ხდება, რომ
აი აღარ უნდა ეს ან აგრესიული, ან უყურადღებო მამაკაცები, ხო? და საერთოდ უკვე დაანჭკვიანურად არჩევენ ხოლმე. ეს უკვე ჩემი აღარ არის, მე აქ აღარ ჩავდებ ემოციას. ანუ რა მინდა იცით გითხრათ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა ეს არის ენერგია და რესურსი. ეს არის დრო, ეს არის ემოცია, რომელიც იდება და აქ თუ არ არის ანაზღაურება, უკან თუ არ ვიღებ, მე თუ არ მიღირს აქ დახარჯვა, ხო? ნუ მაშინ მე ეწყებათ ხოლმე 40 წლის ასაკში ნევროზული ფონი, პანიკური შეტევების სიტყვაზე, ან დეპრესიული ფონი, რომ სადღაც მე გავფლანგე ცხოვრება. ხო, იმიტომ რომ იქ ვიყავი, სადაც ვერ მხედავდნენ. აი მე რომ ჩავხმავდეთ, რატო იყავი ამდენი წელი, სადაც ვერ გხედავდნენ, იქ თვითშეფასების პრობლემა მოდის, მოდელები მოდის იქ, რომ აი ესე იყო ოჯახში. მათ გვიან მივხვდი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა არის ის, რომ ჩემმა ქვეცნობიერმა ზუსტად იმიტომ აირჩია, ხა ფსიქოლოგი ამბობს, რომ უბრალოდ მოდელში ვტრიალებ. ეზოთერიკა ცოტა სხვანაირად უყურებს. ზუსტად იმიტომ აირჩია ჩემმა ქვეცნობიერმა ეს იგივე მოდელი, რომ მაგ შანსი მოვაგვარო ჩემი ოჯახის ძალიან ხანგრძლივი პრობლემა. და ეს არის ჩემი კარმული პრობლემა. სადღაც აქ ვიჭედებოდი, სადღაც არ ვიცნობდი ჩემ თავს და მომიწია ძალიან დიდ ფასად ამის გარღვევა. აი აქ მივდივართ ხოლმე ხშირად. და რა არის იცით თან, რომ ამის პრევენცია, ახლა ჩემთან 20 წლის გოგო რომ მოდის და 20 წლის ბიჭი რომ მოდის, აი მის რუკაში რომ ჩანს მაგალითად, როგორი ადამიანი უნდა მას. როგორი არის თვითონ და თვითონ არ იცნობენ ხოლმე როგორ წესი თავს. ანუ ერთი 10 წელი და 15 წელი და 20 წელი უნდა გავიაროთ, რომ გავიგოთ მე რა სურვილები მქონია. უნდა გავიგოთ თურმე რომ სხვა ადამიანი ის მონსტრი და ცუდი ტიპი კი არ არის. იმას სხვა მოდელები აქვს უბრალოდ, მაგრამ შეიძლება განსხვავება იყოს, რომ იმას არ ესმოდეს ამასთან შედარებით, ხო? და არის კიდე ის მომენტი, რომ აი ნენელა რო ამ სურათში ვერ ყვევით, მერე ნენელა ხვდებიან ხოლმე ქალებიც, რომ აი ზოგჯერ ძალიან ხშირი არის გულახდილად რო გითხრათ, რომ ქალებს აქვთ მეტი ემოციური ინტელექტი, ანუ ბევრი შინაგანი სურვილები, მეტი სიღრმე და ამითი აი ამ ყველაფერს აჩერებენ სადღაც, ან წარმოიდგინეთ აი სადღაც რო შადრევანი მოდის და სკოჩით რო ვეცადოთ ამის გაჩერება. აი ესეთი რაღაცა არის ხოლმე, როდესაც ახლა ზოგს გონია რომ მე ძალიან დიდი ენერგეტიკული ველი მაქვს და ის არ არის ამ ვიბრაციაზე. რო ჩავღრმავდებით, სინამდვილეში არის რა, რომ აი წარმოიდგინეთ ადამიანის ემოცია შინაგანად მისი უნარი ემოციურობის და აქ ახლა ისტერიულ ემოციურობაზე კი არა ელაპარაკი, სიღრმეზე არის ხო საუბარი, რომ აი ამ სიღრმეში მე იმის გაგებაც შემიძლია, იმის გაგებაც ხო სადღაც უნარებში გავდივართ აქ, ხო ემოციური ინტელექტს რო ეძახიან. და წარმოიდგინეთ, რომ მე რო მეტი ინტენსიური ემოცია მაქვს და მეტი სურვილები მაქვს, სურვილები და ემოცია რა არის? ენერგია არის, მეტი ენერგია არის. და აქ აქვთ განცდა, რომ მე უნდა შევაჩერო ეს ყველაფერი, გავაჩერო, რომ მოვირგო, დავედე იმ ადამიანის დონეზე, მეუღლეზე, რომელსაც არა აქვს ამდენი ემოციური სურვილები. ან მაგალითად კონდეს, რომ სამსახურში დადის, ერთფეროვნება, ფული აქვს და მოდის სახლში ტელევიზორს უყურებს. ეს არის მისი ცხოვრება. ანუ მეტი ემოციური გაქანება არ არის. ჰა, იქ ან მოტოთი გავარდეს სადღაც, ან იარაღი ისროლოს, ან ითებსაოს, ხო სიტყვას. ანუ ეს პატარა სქილები, ანუ ადამიანის რესურსი, რომელიც არის ძალიან მინიმალური სიტყვაზე. და აი აქ ხდება ქალებში, რომ აი მე მთლიანად ბლოკავ ჩემ ემოციებს, ჩემს ენერგიას, რომ მოვერგო მას. თუ არ მოვერგები, ურთიერთობა დაინგრევა. ანუ რატო ვერგები? იმიტომ რომ არ მინდა თვალებში შევხედო იმას, რომ უთანასწორო ურთიერთობაში ვარ აქ, ხო? ანუ უთანასწორობა არ ნიშნავს მარტო სოციალურ ან ვიზუალურ მხარეს. ეს არის ენერგეტიკული უთანასწორობაც. როდესაც მე ბევრი შესაძლებლობები მაქვს, მაგრამ არ მინდა რომ გაუსწრო მეუღლეს, იმიტომ რომ აქ გამოჩნდება უკვე ან ისწავა, ან მეწავა, ხო, სადღაც, ხო? ხშირად აქვთ იგივე კაცებს. მაგალითად, აქვს სიღრმე, აქვს გრძნობები მამაკაც და ქალი ყავს ძალიან პატარა სქილებით. ბავშვი მინდა, საჭმელები მქონდეს, ვიჭორაო და ქალებთან და მორჩა. მეტი ჩემ ინფორმაციულ ველში არაფერი არ შემოდის სიტყვაზე, ხო? იგივე არის. ანუ აქაც კაცი შეიძლება იყოს ზუსტად ეგ, რომ არ იყოს გაგებული უბრალოდ
ნაკლებად არის, რომ ესე კაცები დადიოდნენ, ან თერაპიაზე, ან ასტროფსიქოლოგიაში იყვნენ, მაგალითად, სადღაც კეტავს კაცი საკუთარ შინაგან სამყაროში ამ ყველაფერს და არ ავლენს ესე თორე არ ამგონია რომ ეხა მარტო ქალებში იყოს ეგ პრობლემა და კაცებს არ ქონდეთ, ხო? ქალები უბრალოდ ყველგან ვართ მოდებული. ეს ეგოს პრობლემები ნაკლებად გვაქვს. სწავლაც შეგვიძლია მაგალითად, ანუ არ გვეუხერხულება ესეთი რაღაცები და უფრო ლაპარაკობთ კიდეს და უფრო ვავლენთ ამას, ხო, ამ პრობლემებს. და კაცებში უბრალოდ არ ჩანს ეს, თორე რომ დავილაპარაკოთ ახლა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე, ძალიან უჭირთ ამის გახსნა თავიდან. თუმცა ჩემთან ყველა იხსნება ხოლმე ემოციურად ქალიან კაციანად, ამის პრობლემა არ არის ხოლმე როგორც წესი. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ესეთი გახსნილი, გარკვეულწილად ესეც მოქმედებს ალბათ. და იქაც იგივე თემა არის ხოლმე. ანუ სადღაც შევდივართ უთანასწორო ურთიერთობაში. ანუ სადღაც ენერგეტიკულად და ემოციურად ვართ სხვადასხვა დონეზე. აი ამ ყველაფერს სჭირდება სწავლა. აი გარკვეულწილად ურთიერთობა თავიდან რომ გითხარით რომ ეს არის დიდი ხელოვნება და აქ ისე უნდა ვერ ყვაოდეთ კარგად რომ ეს საკუთარ თავსაც გასწავლის ამასობაში, ხო? და ეხლა ნუ ზოგს ამის ინტელექტი არ აქვს, ზოგს ამის სურვილი არ აქვს და ესე ბრმად უბრალოდ არა ინტელექტუალურად შედიან ხოლმე, ეხლა გრძნობა მაქვს და კი, გრძნობა ძალიან, ნუ გრძნობის გარეშე ის, მაგრამ ამ გრძნობასთან ერთად ჩვენ თუ ვაკონტროლებთ რეალობას, თუ მე ვიცნობ ჩემ თავს, ვხედავ პარტნიორსაც ვინ მოდის, მინიმუმ იმ თავიდან ვისე ავაწყობ ურთიერთობას, ან არ მოვერგო, ან არ მომერგოს სიტყვაზე, არ დავხუჭო რაღაცებზე თვალი, ხო? ან არ შევბოჭო ჩემი თავი, ან არ შევბოჭო ის ადამიანი, ხო? ანუ ძალიან თავიდანვე სხვანაირად მოვიქცევით. და ამ ველის თეორიაში ჩვენ რა ველშიც, ენერგეტიკულ ველშიც ვართ, ისეთში შევდივართ და ჩვენ შეგვიძლია ამ ველზე ზემოქმედება და ამ ველის მესიჯებიც მოვისმინოთ. რას გთხოვს? აი ეს ჩემი პოლარობა, რომელიც არის, ხო, პარტნიორულ ურთიერთობაში, შეიძლება ის უსაფრთხოებას მაძლევს ჰიპოთეთურ შიშებში და არა რეალურად. და აქ ლილითზე გავდივართ ხოლმე, ხო, ეს ფეიკი შიშები, როცა ვამბობთ ხოლმე და აი შეიძლება ეს ტენდენციები იყოს და ეს მინდოდა მეგობრებო, მე თქვა ეს იმდენად დიდი თემა არის, რომ ხშირად ვაკეთებ, ვწერ ხოლმე ესეთ ამ თემაზე ვიდეოებს, მაგრამ მე მგონია რომ დაგაინტერესებდათ კიდე ამ კუთხით განხილული, ველოდები ხოლმე თქვენგან კომენტარებს, ველოდები ხოლმე ლაიქებს თქვენგან, რომ ეს ვიდეოები უფრო სხვებისთვისაც იყოს მისაწვდომი და დიდი მადლობა რომ ისმენთ და ველოდები თქვენ კომენტარებს, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და დროებით.